მთავრობამ სუპერმარკეტებსა და დისტრიბუტორებს ომი გამოუცხადა, ასე აფასებენ ეკონომისტები და პოლიტიკოსები. კობახიძის ვიდეო მიმართვა, სადაც ის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს მარკეტებისა და სადისტრიბუციო კომპანიების საკითხი შეისწავლონ. თითქმის ყველა დიდი ქსელური მარკეტი ოცნებასთან დაახლოებულ ბიზნესმენებს ან მათი პარტიის შემწირველებს ეკუთვნით. ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ მაღალი ფასების საბაბით ოცნება ბიზნესის რეპრესირებას იწყებს და მათ ემუქრება. სპეციალისტები განმარტავენ, რომ ფასების დარეგულირებას კონკურენციის გაჯანსაღება სჭირდება და არა პოლიციური რეიდები, რაც საპირისპირო ეფექტს გამოიწვევს. კობახიძემ რაჭაში ონის მუნიციპალიტეტში 3,7 მილიონ კვადრატულ მეტრს ტყის სტატუსი შეუწყვიტა. შესაბამისი განკარგულება 19 დეკემბრით თარიღდება. რა იგეგმება კონკრეტულ ტერიტორიაზე ჯერჯერობით უცნობია. ილუაშვილის ქონება დაახლოებით 2 თვეა დაყადაღებულია. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ისაუბრა. რობერტ გრიგალაშვილი ამბობს, რომ სასამართლოზე სუსის ყოფილი უფროსის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობას დააყენებს. პროცესი შესაძლოა, რომ დღესაც ჩაინიშნოს. ხაშურში ავარიის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა. ქართლის ამბები წერს, რომ შემთხვევა გვიან ღამით იმერეთის ქუჩაზე მოხდა. ერთმანეთს 2 მანქანა შეეჯახა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ეისკის ავიაბაზაზე რუსების საზღვაო სადაზვერვო თვითმფრინავი გაანადგურა. ის აქტიურად უშლიდა ხელს უკრაინის უშიშროების ეროვნული სამსახურის საზღვაო დრონების მუშაობას.